ეთერშია კურიერის ამ საათზე ახალ ამბებს თამარ ურიშაძე გაგაცნობთ. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბუდაპეშტში უნგრეთის ეროვნული ასამბლეის სპიკერს შეხვდა. მთავარი თემები იყო ორი ქვეყნის ურთიერთობები და თანამშრომლობის გაღრმავება. შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრის დაესწრო. მანამდე გაიმართა მოლაპარაკება ქვეყნის პრეზიდენტთან. ირაკლი კობახიძე ბუდაპეშტში გუშინ ჩავიდა, მას უკვე უმასპინძლა უნგრელმა კოლეგამ. ვიქტორ ორბანთან გაიმართა შეხვედრა როგორც პირისპირ, ასევე გაფართოებულ ფორმატში. ჩატარდა მთავრობათა შორისი კომისიის სხდომა და სხვადასხვა სფეროში გაფორმდა მემორანდუმები. ბუდაპეშტზე ქეთი ზანთარაიას ჩართვათ ახლა პირდაპირ ეთერში ის პრემიერის ვიზიტს აშუქებს გისმენთ ქეთი. ლასლო კოვერთან ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით იყო საუბარი, რომელიც 2 დღის განმავლობაში სხვადასხვა დონეზე იხილებოდა პრემიერ-მინისტრსა და მინისტრთა კაბინეტის წევრებს შორის. რა თქმა უნდა, საუბარი შეეხო სხვადასხვა მიმართულებას, თუმცა განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარესთან საქართველოსა და უნგრეთის საპარლამენტო თანამშრომლობაზე, კავშირებზე და სამომავლოდ ურთიერთობის გაღრმავებაზე. რა თქმა უნდა, ამ შეხვედრასაც არჩეულია მთავარ საკითხზე საუბრის და მსჯელობის გარეშე და ეს მთავარი საკითხი უკავშირდება იმ კომისიის სხდომას, რომელიც გუშინ გაიმართა, იმ დოკუმენტების მნიშვნელობას, რომელიც ამ კომისიის ფარგლებში გაფორმდა. დაახლოებით 4 ასეთი დოკუმენტის ხელმოწერა შედგა გუშინ უნგრეთში და სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებმა, როგორც საქართველოდან, ასევე უნგრეთიდან ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმებს და ურთიერთთანამშრომლობის დოკუმენტებს. საქართველოსა და უნგრეთს შორის გამართული მთავრობათა შორისი სამიტი ეს იყო ძალიან კარგი შეხვედრა, ძალიან კარგი შესაძლებლობა ყველა მიმართულებით განკვეხილა თანამშრომლობის პერსპექტივები უნგრეთთან, ხელი მოეწერა სხვადასხვა მემორანდუმებს, სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერების თაობაზე, რაც კიდევ ერთხელ არის წინ გადადგმული ნაბიჯი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში სხვადასხვა სექტორის მიმართულებით. პოლიტიკური დიალოგის კონტექსტში, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია უმაღლეს დონეზე შეხვედრები გაიმართა როგორც პრემიერ-მინისტრ ორბანთან, ასევე პრეზიდენტთან, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ორ ქვეყანას შორის არის ძალიან ბევრი საერთო პოზიციები და ამ მიმართულებით გავაგრძელებთ ერთად მუშაობას. უკვე ვხედავთ, რომ ვაჭრობის კუთხით ჩვენ გვაქვს წინსვლა უნგრეთთან 14%-ით გაიზარდა 2024 წელს სავაჭრო ორ ქვეყანას შორის, ასევე ძალიან საინტერესო თანამშრომლობა გვაქვს ჩვენ იგივე სატრანსპორტო მიმართულებით, ვიზიარი აფართოებს საქართველოში წარმომადგენლობას, ვიზიარი დღეს საქართველოს ბაზარზე არის ნომერი 1 ავიახაზები, რომელიც აკავშირებს საქართველოს დაახლოებით 28 მიმართულებასთან, თუმცა რა თქმა უნდა, ორივე პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს არ არის საკმარისად არ გვაქვს ათვისებული თანამშრომლობის პოტენციალი, ამიტომ ჩვენ დავიგეგმეთ, რომ ის პლატფორმები, რომელიც ორმა ქვეყანამ შექმნა ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებისკენ, უფრო მეტად აქტიურად უნდა გამოიყენოს კერძო სექტორმა. ჩვენ გვაქვს შესაბამისი მემორანდუმი ორ სამინისტროს შორის, რომელიც მოიცავს თანამშრომლობის ფაქტ ასპექტს სამინისტროებს შორის, მათ შორის ისეთ მნიშვნელოვან მიმართულებებს, როგორიც არის ფისკალური პოლიტიკა, როგორიც არის სახელმწიფო ვალის მართვის სტრატეგიები და მნიშვნელოვანი მიმართულება საგადასახადო და საბაჟო თანამშრომლობა. როგორც უკვე გითხარით, ირაკლი კობახიძეს დღეს 2 შეხვედრა ჰქონდა, სულ ცოტა ხნის წინ დაასრულდა, როგორც გითხარით, უნგრეთის ეროვნული ასამბლეის სპიკერთან, თავმჯდომარესთან შეხვედრა. დღესვე პრემიერ-მინისტრი შეხვდა ასევე უნგრეთის პრეზიდენტს. ორივე შეხვედრის შემდეგ ამ ყველაფერთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ ისაუბრა პრემიერ-მინისტრმა უკვე სოციალური ქსელის მეშვეობით ტვიტერზე მან დაწერა, რომ ორივე შეხვედრა იყო პროდუქტიული და რა თქმა უნდა, ხაზი გაუსვა იმას, რომ მნიშვნელოვანი არის თანამშრომლობა უნგრეთთან არაერთი მიმართულებით, როგორც საგარეო პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური და სავაჭრო მიმართულებით. მადლობა ბუდაპეშტიდან ქეთი ზანთარაია იყო კურიერის პირდაპირ ეთერში.
მართველი გუნდი ბრიტანეთის საელჩოსგან განმარტებას ითხოვს და სვამს კითხვას, რატომ ერეოდა ელჩის საპარლამენტო არჩევნებში და რატომ ცდილობდა გავლენის მოხდენას მოქალაქეების განწყობაზე. უმრავლესობა თვლის, რომ მთავარი მიზანი ხელისუფლების შეცვლა იყო. ამ ბრალდებებთან დაკავშირებით ბრიტანეთის საელჩოს წერილობითი შეკითხვა გაუგზავნა რუსთავი ორმაც. დიდი ბრიტანეთის საელჩომ განცხადება გუშინ გავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით დაგეგმილ საგრანტო წინადადებებს აუქმებს. მიზეზად კი გრანტების დამტკიცების პროცედურის შესახებ მთავრობის დადგენილებასთან დაკავშირებული გაურკვევლობაა დასახელებული. ანუკა ბუავა მუშაობს ამ თემაზე, ის პირდაპირ ეთერშია, გისმენთ ანუკა. საქართველოს ხელისუფლება ამ დრომდე ელოდება ბრიტანეთის საელჩოს განმარტებებს იმ საგრანტო წინადადებასთან დაკავშირებით, რომელიც დიპლომატიურმა სამსახურმა გააუქმა და რომლის მიხედვითაც თანხა უნდა გამოყოფილიყო ერთის მხრივ ტაბულასთვის, მეორეს მხრივ კი მომავლის აკადემიისთვის, როგორც ეს ცნობილი გახდა, რომელსაც წარმოადგენს ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი გია ჯაფარიძე, რომელიც ასევე საპარლამენტო არჩევნების დროს იყო ის მეხუთე ნომერი. ეს განმარტება ჯერჯერობით არ მიუღია საქართველოს ხელისუფლებას, როგორც თავად ამბობენ, ცოტა ხნის წინ საგარეო საქმეთა მინისტრმა ისაუბრა ამ საკითხთან და ამ საგრანტო პროგრამასთან დაკავშირებით, რომლის შესახებაც ბრიტანეთის საელჩომ გუშინ სოციალურ ქსელში დაწერა და მაკა ბოჭორიშვილი ამბობს იმას, რომ მსგავსი დაფინანსებების შედეგად, რომელიც როგორც ამბობენ ხოლმე საელჩოები მიმართულია არასამთავრობო სექტორის დასახმარებლად, იკვეთება ხოლმე პოლიტიკური პარტიების დაფინანსების ფაქტები და ხშირ შემთხვევაში ეს სწორედ პოლიტიკურ აქტივობებს ხმარდება ხოლმე, როგორც ამას პირველი დიპლომატი ამბობს და ამ შემთხვევაში საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით აუცილებელია გაკეთდეს განმარტებები ამ საკითხთან დაკავშირებით დიპლომატიური სამსახურის მხრიდან და მეორეს მხრივ, როგორც მაკა ბოჭორიშვილი აღნიშნავს, უცხოური ფული ქართულ პოლიტიკაში არ უნდა იყოს. სამოქალაქო საზოგადოების, ეგრეთ წოდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების დაფინანსების კონტექსტში ჩვენ ძალიან ხშირად ვხედავდით და ვაწყდებოდით ისეთ შემთხვევებს, როდესაც დაფინანსება ხდება რეალურად პოლიტიკური პროცესების და პოლიტიკაში ჩართული ღონისძიებების თუ ადამიანების და რა თქმა უნდა ეს არის ძალიან ცდარი და ცუდი პრაქტიკა და რა თქმა უნდა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ უცხო ქვეყნის ფული არ ტრიალებდეს ქართულ პოლიტიკაში. ოპოზიციას კი ბრიტანეთის საელჩოსთან შეკითხვები არ აქვთ, მათ შორის იმ საგრანტო პროგრამასთან, რომელიც დიპლომატიურმა სამსახურმა გააუქმა. პირიქით ისინი ამბობენ იმას, რომ მსგავსი პროექტები და გრანტები, უცხოური ფინანსები ხშირად ხმარდება ხოლმე დემოკრატიის გაჯანსაღებას და განვითარებას და შესაბამისად ისინი ამ პროექტშიც პრობლემას ვერ ხედავენ. რაც შეეხება ქართულ ოცნებას, მართველი პარტია ისევ როგორც გითხარით, ელოდება განმარტებებს საელჩოს მხრიდან და ერთის მხრივ ისინი ამბობენ, რომ თუ კი ბრიტანეთის საელჩოს არ ჰქონდა ინფორმაცია ამ პროექტთან დაკავშირებით, თუ ვისთვის აპირებდა ის და ელჩს თავად ფინანსების გამოყოფას, მაშინ ქართული ოცნება სთავაზობს, რომ თავად მიაწოდებენ ამ ინფორმაციას, თუ რას წარმოადგენენ ის კონკრეტული ორგანიზაციები, რომლისთვისაც უნდა გამოყოფილიყო თანხა ამ პროგრამის ფარგლებში და მეორეს მხრივ, თუ კი დადგინდება ის, რომ ბრიტანეთის საელჩო საქმის კურსში იყო ამ საკითხთან დაკავშირებით, მაშინ ეს მართველი პარტიის თქმით ნიშნავს იმას, რომ მიზანმიმართულად ხდებოდა რადიკალიზმის და პროპაგანდის დაფინანსება დიპლომატიური სამსახურის მხრიდან. ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ საერთაშორისო ასე ვთქვათ დახმარება გრანტები ზოგადად შეწყდეს ამ ქვეყანაში. ჩვენ არაერთი დახმარება მიგვიღია სწორედაც რომ დემოკრატიის განვითარებაში, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდამჭერი გრანტები, მათ შორის მედიის განვითარების მხარდამჭერი გრანტები და რა თქმა უნდა ეს საჭიროა და ეს უნდა გაგრძელდეს. ამაში ცუდი არაფერია და ეს ნამდვილად ვერ დასახდება და შეფასდება როგორც ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა. რომელიმე პარტიას არავინ არ უჭერს ხალხს გარედან. დემოკრატიას უჭერებ ხალხს. ხელისუფლებამ არ მისცა ინსტრუმენტი იმისათვის, რომ მოეხდინა იმ დემოკრატიული პროექტის დაფინანსება, რაც საელჩოს მიაშურა სწორად. ჩვენი აღშფოთება რამაც გამოიწვია იყო, მაშინ, როდესაც ჩვენ ნახეთ ის კონკრეტული ორგანიზაციები, ვისაც აპირებდნენ გაცემას ამ თანხების. ამას ვაფასებთ ჩვენ, როდესაც ხედავთ, რომ პირდაპირ თანხების, ფინანსების გაცემა ხდება პარტიულ ტელევიზიებზე, GBS ტელევიზიებზე, გაცემა ხდება ნაციონალური მოძრაობის CIT წევრებზე, იმ ადამიანებზე, რომლებმაც მეორე დღესვე დაყარეს მანდახიეს ფაქტობრივად მანდატები და უარი თქვეს პარლამენტში შემოსვლაზე. ანუ ასეთ ტიპის ორგანიზაციების და პირების დაფინანსება რო ხდება, რატომ აქვთ? მე ძალიან მიკვირს, რატომ არიან გაკვირვებულები ბრიტანეთის საელჩოში. ბრიტანეთის ელჩი
ორი ვარიანტია. ამ ბრიტანეთის ელჩმა წარმოდგენა არ აქვს, ვიზე გაიცემა დაფინანსება და თუ წარმოდგენა არ აქვს, შეგვიძლია მივაწოდოთ ინფორმაცია თუ რეალურად ვინდგანან ამ ორგანიზაციების უკან და თუ აქვს წარმოდგენა, თუ იცის ვიზე გაიცემა და მაინც გასცემს, მაშინ ეს არის შეგნებულად რადიკალიზმის და პროპაგანდის დაფინანსება. თავად განაცხადოს ახლა ერთია თუ მეორეა. ჩვენ ბუნებრივია გავგზავნეთ წერილი ბრიტანეთის საელჩოს თუ რა პასუხი აქვს იმ ბრალდებებთან დაკავშირებით, რომელსაც მართველი გუნდი დიპლომატიურ სამსახურს უყენებს. აქ საუბარია რადიკალიზმის, პროპაგანდის დაფინანსებაზე და მეორეს მხრივ საპარლამენტო არჩევნებში უხეშ ჩარევასთან დაკავშირებით, თუმცა საელჩოს ამ დრომდე კურიერის შეკითხვაზე პასუხი არ გაუწია. მადლობა ანკა ბუავა საუბრობდა პირდაპირ ეთერში. თემაზე პარლამენტის თავმჯდომარემ ღამის კურიერის პირდაპირ ეთერში საუბრა. შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ბრიტანეთის ელჩმა საკუთარი თავი ამხილა ექსტრემიზმის და პროპაგანდის დაფინანსებაში. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია დიპლომატმა საკითხზე განმარტებები გააკეთოს. შალვა პაპუაშვილმა იმ ორგანიზაციების მაგალითებიც დაასახელა, რომლის დაფინანსებაც იგეგმებოდა. ბრიტანეთის საელჩომ საკუთარი თავი ამხილა ექსტრემიზმის დაფინანსებაში. თავისთავად დაასახელა ტაბულამ, რომ მას უნდა მიეღო დაახლოებით 200,000 ლარი საარჩევნო საკითხებისთვის. ანუ ბრიტანეთის საელჩო აღიარებს, რომ ის აპირებდა პროპაგანდა დაეფინანსებინა წინა საარჩევნო. მათ შორის აფინანსებს თან იმ პარტიის პროპაგანდისტულ მედიას, რომელიც ბოიკოტს უცხარებს არჩევნებს. მეორე ორგანიზაცია, რომელსაც აპირებდნენ 400,000 ლარის მიცემას სამ თვეში, გახავთ საქართველოს მომავლის აკადემია. გია ჯაფარიც, ნაციონალური მოძრაობის სიის, აი 24-ში რო იყო არჩევნები, მეხუთე ნომერი. ბრიტანეთის ელჩს არ ვიცი მე, მართლა შტერები უგოლი ვართ ქართველები, რომ აი ეს უნდა რომ ჩვენ მოვყიდოს როგორც მოქალაქეების დაკვირვება არჩევნებზე. ბრიტანეთის ელჩს არ ვიცი მე ხა როგორ მოვიდა ეს ამბავი, მაგრამ თავისი თავი ამხილა ექსტრემიზმის და პროპაგანდის დაფინანსებაში. ბრიტანეთის ელჩი ჩვენ გვახსოვს იმით, რომ ის პირდაპირ თავად ერეოდა არჩევნებში. ბრიტანეთის ელჩმა დაარღვია ვენის კონვენციის 51 მუხლი. ჯერ ესე ვინ ეკითხება ბრიტანეთის საელჩოს, ან თუნდაც ბრიტანეთის საქართველოს არჩევნები. ვინ ეკითხება? რომელი საერთაშორისო ნორმა განსაზღვრავს, რომ დიდი ბრიტანეთი რამე პროტექტორატი ვართ ჩვენ და რაიმენაირად აქვს ჩვენზე განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აღებული და ჩვენს არჩევნებზე ზრუნვა, ვინ, საიდან, რომელ საერთაშორისო ნორმაში ამოიკითხეს, სად არის სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობის პატივისცემა, ეს ყველაფერი ჩვენ რისთვისაც ვიბრძოდით და ვაღწევდით და რაზეც გვეუბნებიან, რომ ეს არის ცივილიზებული დასავლეთი. ახლა რომ მივიღეთ სინამდვილეში ველური დასავლეთი, ბრიტანეთის მთავრობას არ ეხება არანაირად რას აპირებს და რას არ აპირებს საქართველოს სახელმწიფო არჩევნებთან დაკავშირებით. ფაქტია, რომ ბრიტანეთის ელჩი ჩაერია საპარლამენტო არჩევნებში. ის ცდილობდა გავლენა მოეხდინა მოქალაქეების აზრის ფორმირებაზე, მოეხდინა ეს გავლენა ქართული ოცნების წინააღმდეგ. შესაბამისად, მისი მიზანი იყო ქართული ოცნების დამარცხება და სხვის მოყვანა ხელისუფლებაში. დავსვათ კითხვა, ვისი მოყვანა? ვინ არიან? ხო ხედავთ ახლა ვინ არიან? ვინ არის ეს ძალა? ეს ძალა არიან ისინი, რომლებიც ერთის მხრივ ნახეთ ჩვენ რაც იყვნენ და საგამოძიებო კომისიაში ვისმენთ კიდევაც რა ტერორი დაატრიალეს საქართველოში და ესენი არის ხალხი, რომელიც თავარ პრობლემას ქართული ოცნებისა ხედავენ იმაში, რომ ჩვენ არ უჯერებთ უცხოელებს. და ამბობენ, რომ მათ პირველი რასაც გააკეთებენ, დაუჯერებენ უცხოელებს. აი ეს არის კითხვა და ამაზე უნდა გასცენ პასუხი. ეს დამალობანასო თამაშობენ ელჩები, გამოვლენ რაღაცას იტყვიან, მერე ხმას არიღებენ და ეს რაღაც უკარებასავით არიან, ასე არ არის. რახან ჩაერთნენ ქართულ პოლიტიკაში, რახან შემოვიდნენ წინასაარჩევნო კამპანიაში და იყვნენ ამისი მონაწილეები, კეთილი ინებონ ახლა და მოიქცნენ როგორც პოლიტიკის მონაწილე სუბიექტები და გაგვცენ პასუხი, რატო ერეოდა ბრიტანეთის ელჩი არჩევნებში. ეს არის ბრალდება, რომელსაც მე მასთან დაკავშირებით ვაყენებ და გასცეს პასუხი. თემაზე უნგრეთში მედიასთან საუბრა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძეს შეკითხვა ჟურნალისტებმა დაუსვეს. პრემიერმა კონკრეტული მაგალითები დაასახელა და განაცხადა, რომ პარტიული დაანამატების დაფინანსება ექსტრემიზმის ახალისება, რაც დაუშვებელია. საქმე გქონდა ჩვენ პარტიების ძირითად დაფინანსებასთან ცალკეულ შემთხვევებში. იგივე რო ავიღოთ ჩვენ მაგალითად ტაბულა, ან რო ავიღოთ მომავლის აკადემია, ჩვენ ვიცით რომ ერთის და მეორეც არის პარტიული დანამატი, ხო? საქართველოში კანონით არის მოწესრიგებული და კონსტიტუციით არის მოწესრიგებული პარტიების დაფინანსების საკითხი. ესე როგორც ნებისმიერ სხვა დემოკრატიულ ქვეყანაში, საქართველოშიც
აკრძალულია პოლიტიკური პარტიების გარედან დაფინანსება. როდესაც ასეთ პარტიულ დანამატებს აფინანსებ, რა თქმა უნდა, ესეც არის თავისთავად ექსტრემიზმის წახალისება. თქვენ ძალიან კარგად მოგეხსენებათ, რით არის დაკავებული მაგალითად იგივე ტაბულა, რით არის დაკავებული ეგრეთ წოდებული მომავლის აკადემია, რომელიც მანამდე იყო ფრანკლინის კლუბი. ისინი ექსტრემიზმით არიან დაკავებული და როგორ შეიძლება დიდი ბრიტანეთიდან ფინანსდებოდეს საქართველოში ექსტრემისტული მოძრაობები. ხო, ეს არის მხოლოდ დაუშვებელი, მხოლოდ მიუღებელი. თავის დროზე თქვენ გახსოვთ, როდესაც ფრანკლინის კლუბი დაფუძნდა, შემდეგ გარდაიქმნა მომავლის აკადემია, ჩვენ ღიად საუბრობთ იმაზე, რომ ეს ორგანიზაციები იყო დაფუძნებული კონკრეტული ძალების მხრიდან, სწორედ იმისათვის, რომ საქართველოში რევოლუციური პროცესები წაეხალისებინა. და შედეგებიც ვიხილეთ. ამის მხარდაჭერა ჩვენ მხრიდან ბუნებრივია არ იქნება. განსაკუთრებულად გასაკვირია ის, რომ დიდი ბრიტანეთის მხრიდან ხედავთ ამ მასშტაბის უსამართლობას და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპების მიმართ უპატივცემულო დამოკიდებულებას. ჩვენ გვჭირდება სამართლიანი და ჯანსაღი დამოკიდებულება, როდესაც კონკრეტული კითხვები ისმის იგივე პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან, რაც ფაქტებზეა დაფუძნებული, ჩვენ გვჭირდება ამასთან დაკავშირებით ჯანსაღი და მკაფიო პასუხი, ასევე ფაქტებზე დაფუძნებული პასუხი, თუმცა ვხედავთ, რომ არ ისმის არავითარი ფაქტებზე დაფუძნებული პასუხი, ერთადერთი ვისმენთ კლავად ჩანდარს, მუქარას, ხედავთ ექსტრემიზმის მხარდაჭერას, არჩევნებში უხეშად ჩარევას. ეს არის ძალიან სამწუხარო. არ ვიცი, ჩვენ სად ვართ ახლა ვართ რა თქმა უნდა კონსულტაციებისთვის, იმედი გვაქვს, რომ როგორც დიდი ბრიტანეთის მხრიდან, ასევე სხვა ევროპული ქვეყნების მხრიდან შეიცვლება დამოკიდებულება ქართული ხალხის მიმართ და ქართული სახელმწიფოს მიმართ. უცხოეთიდან დაფინანსებული ზიზღის კამპანია და დონორების პასუხისმგებლობა. მმართველი გუნდი აცხადებს, რომ ძალადობრივი პროცესების წახალისება გარეაქტორების მხრიდან ხდება და პასუხისმგებლობაც იმ ევროპელ ბიუროკრატებს ეკისრებათ, რომლებიც ზიზღის კამპანიას არ გმობენ და მეტიც აფინანსებენ. ქართულ მოსებამ კონკრეტულ საქმეებზე საჩივარი შინაგან საქმეთა სამინისტროში უკვე შეიტანა, განხილვები სასამართლოში იწყება. თემაზე შოთა ფალავანდიშვილი მუშაობს, ის კურიერს უერთდება, შოთა გისმენთ. მართლ გუნდში ფიქრობენ, რომ ზიზღისა და სიძულვილის კამპანია, რომელიც საკმაოდ ხშირია სოციალურ ქსელში, პირდაპირ წახალისებული არის მათი აზრით საქართველოში აკრედიტებული დიპლომატების გარკვეული ნაწილისგან და ამავდროულად ეს წახალისება პირდაპირ უკავშირდება დაფინანსების მიღებას, დონორების მიერ გაცემული დაფინანსების კონკრეტული პირების მიმართ. აღნიშნულ ბრალდებებს არასერიოზულს უწოდებენ ოპოზიციაში, სადაც ფიქრობენ, რომ სარჩელი, რომელიც მმართველმა გუნდმა მოამზადა, არის გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის მცდელობა, რაც შეეხება ქართული ოცნების წევრებს, მათი თქმით, როგორც ოპოზიცია, ისე არასამთავრობო სექტორი და მედიის ნაწილი პირდაპირ არის ჩართული აი ამ სქემაში, რომელიც სიძულვილის კამპანიის წახალისებას ეხება. პირდაპირ, ასე ვთქვათ, ხაზი კი ამ მხრივ მიდის უცხოეთიდან მიღებულ დაფინანსებაზე. მმართველი გუნდის წევრების თქმით, სწორედ გარკვეული ევრობიუროკრატების მხრიდან ხდება წახალისება ამ ფორმით, რადგან უფრო მეტად გაღრმავდეს პოლარიზაცია საქართველოში. მიზანი კი არის, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ჯანსაღმა კრიტიკულმა დამოკიდებულებამ შეიცვალოს ფორმა და ნებისმიერი სახის პოლემიკა წარიმართოს სიძულვილის ენის საშუალებით. დაფიქრით თქვენ თვითონ გინახავთ, რომ ევროკავშირის ძალადობისკენ მოეწოდებინა? და პირიქით, რამდენჯერ გვინახავს, რომ ქოცი ლიდერები ძალადობისკენ, ზიზღისკენ და სიძულვილისკენ მოუწოდებდნენ. რაზეა საერთოდ ლაპარაკი? ეს არის ორჯერ 2-4, ხო? რა თქმა უნდა, გამოხატვის თავისუფლების ყველაზე საბაზო პრინციპს აქვს უკვე შეღებებული წყალი. თურმე არ შეიძლება ადამიანის შეაფასო. რა თქმა უნდა, ეს თანხები ძირითადად არასამთავრობო ორგანიზაციების გავლით შემოდიოდა ქვეყანაში, რაც ხელს უწყობდა ექსტრემიზმს, ხელს უწყობდა ზიზღის კამპანიას, საზოგადოების დაპირისპირების მცდელობას, გახლეჩვის მცდელობას, პოლარიზაციის გახმოვებას და რა თქმა უნდა კონკრეტული ქვეყნები, საელჩოები და ელჩები არიან ამ კამპანიაში ჩართულები. მრავალი წელია სამწუხაროდ მოკლებული ვართ ჯანსაღ კრიტიკას და ოპონირებას. ერთადერთი რაც გვესმის საკმაოდ მზარდი რაოდენობით ეს არის ლანძღვაგინება და შეურაცხყოფელი ეპითეტებით მოხსენიება, ნაცვლად თუნდაც თემატურად კრიტიკაზე.
ამიტომ ჩვენ პირიქით მივესალმებით ჯანსაღ ოპონირებას, ჯანსაღ კრიტიკას, რათა სწორედ დისკუსიების ფონზე საუკეთესო კანონმდებლობა მივიღოთ და საუკეთესო პრაქტიკა დავამკვიდროთ, მაგრამ ჩვენთვის მიუღებელია ის სიძულვილის კამპანია, რასაც კიდევ ერთხელ აფინანსებს და მხარდაჭერას უწევს არაერთი უცხოელი ფონდი. და თან ეს ჩვენი განცხადება და შეფასება კი არ არის. ჩვენ ვნახეთ USAID-ის სკანდალი, როდესაც გასაჯაროებული დოკუმენტების შემდეგ ზუსტად ამ სქემაზე იყო საუბარი. სარჩელი მართველმა ფრაქციამ სიძულვილის ენის გამოყენებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში რამდენიმე დღის წინ მოამზადა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. ამასთან დაკავშირებით დაიწყო მოკვლევა და საქმის წარმოების მასალები ჯერ კიდევ გუშინ გადასცა სასამართლოს, რაც შეეხება დღეს უკვე გარკვეული პროცესები მიმდინარეობს და ასე ვთქვათ სასამართლომ უკვე დაიწყო საქმიანობა აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით, როგორც ცნობილია საუბარია ადმინისტრაციულ საქმეთა წარმოების კოდექსის 173 მუხლზე, რომელიც სამსახურებრივი თუ პოლიტიკური შეხედულების გამო ადამიანისთვის შეურაცხყოფის მიყენებას გულისხმობს. მადლობა შოთა პალავანდიშვილი საუბრობდა პირდაპირ ეთერში. პრემიერი მოუწოდებს ყველას, მათ შორის ევროპელ ელჩებს, თავი შეიკავონ სიძულვილისა და ზიზღის ახალისებისგან. პარლამენტის თავმჯდომარემ კი დღეს მაგალითად მოიყვანა ჰერჩინსკისთვის გაგზავნილი 2 წერილი, რომელშიც ის ევროკავშირის მიერ დაფინანსებული სუბიექტების ძალადობაში მონაწილეობაზე საუბრობს, დიპლომატისგან ამის დაგმობას ითხოვს. ისევე თქმით, ექსტრემიზმის ახალისებაზე პასუხისმგებლობა პირველ რიგში სწორედ უცხოელ დონორებს ეკისრებათ. სამწუხაროდ ჩვენ ვხედავთ ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან წამახალისებელ ნაბიჯებს, რაც ძალიან ცუდია, ბუნებრივია, ელჩებიც არიან ხოლმე ძალიან ხშირად ჩართული ამ ყველაფერში. ქართულ საზოგადოებას ჭირდება სიმშვიდე და ჭირდება ის, რომ ეს სიძულვილი რამენერად დასრულდეს. ხედავთ, რომ საქართველოში იმდინარეობს სიძულვილის კამპანია, ზიზღის კამპანია, რაც მხოლოდ საქართველოსთვის არ არის დამახასიათებელი, ასეთივე კამპანიები ფინანსდება გარედან სხვადასხვა ქვეყანაში, იგივე უნგრეთის არ არის ამ კუთხით გამონაკლისი, აქაც პრობლემაა გარედან დაფინანსებული სიძულვილის და ზიზღის კამპანიები, რასაც ჩვენ თვალყურს ვადევნებთ. რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ მივცემთ ვერავის იმის საშუალებას, რომ ასეთი კამპანიები წარმატებით დაგეგმონ და განახორციელონ. კიდევ ერთხელ გაიმეორებ, საქართველოში გარე დაფინანსებით აწარმოებენ სიძულვილის და ზიზღის კამპანიებს. ჩვენ ყველა სამართლებრივ მეთოდს დავუპირისპირებთ ამ პროცესებს. დავაკვირდეთ იმას, თუ ვისგან მოდის ეს ზიზღის კამპანია და მოდის იმ NGO-ებისგან, რომელიც უცხოეთიდან ფინანსდება, თუ დავაკვირდებით იმას, რომ რეაქცია არის ნული, მათ შორის ევროკავშირის ელჩის მხრიდან, აშკარა არის უკვე და ცხადია, რომ ეს ზიზღის კამპანია გამართლებული, წაქეზებული და დაფინანსებული არის გარედან. ამ შემთხვევაში ევროკავშირის საელჩოს და ევროკავშირის წევრი ქვეყნის სხვადასხვა საელჩოების თუ დონორების მხრიდან. ქონდა შესაძლებლობა და შანსი ევროკავშირის ელჩს, რომ გამიჯნოდა მისი დაფინანსებული ადამიანების მხრიდან სიძულვილის ენას, მან ეს შანსი არ გამოიყენა, შესაბამისად ის დადგა სიძულვილის და ძალადობის მხარეს. ამიტომ ეს დღეს უკვე მოცემულობა არის, რომ ეს ზიზღის კამპანია, რომელიც საქართველოში არის, ეს ძალადობა და პროპაგანდა ფინანსდება მათ შორის ევროკავშირის საელჩოდან. ახლა ერთადერთი რასაც უნდა მივაყენოთ ის, რომ მოვითხოვოთ, რომ შეწყდეს ძალადობის და სიძულვილის გამართლება და დაფინანსება ევროკავშირის საელჩოს მხრიდან. ზიზღის კამპანიის გარედან წახალისების მცდელობაზე, დონორების პასუხისმგებლობასა და ორმაგ სტანდარტზე ისაუბრა დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემაც. არჩილ გორდულაძემ განცხადება იმ საჩირებთან დაკავშირებით გააკეთა, რომლებიც ქართულმა ოცნებამ შინაგან საქმეთა სამინისტროში შეიტანა. სარჩელის შეურაცხყოფის, ზიზღის კამპანიის, შუღლის და პოლარიზაციის გაღვების წინააღმდეგ არის მიმართული. გადავხდიმათ და საკანონმდებლო ინიციატივის წესით გავრცელებული ინფორმაციაა, რომ სოციალურ ქსელში პლატფორმა X-ზე გაკეთებული განცხადების გამო, რომელიც გაკეთებული იქნა საგარეო საქმეთა მინისტრის თუ სურათ მახსოვს მისი თანამდებობა გერმანიაში, რომელსაც უწოდეს მსოფლიოში ყველაზე სულელი საგარეო საქმეთა მინისტრი, ამ განცხადების გამო 58 წლის მამაკაცი პასუხისმგებაში მიეცა და ჯარიმა იქნა გამოყენებული. მაგრამ თურმე საქართველოს დასაშვებია გერმანიაში, თურმე აკრძალული უნდა იყოს საქართველოში და ერთი კარგად დავიმახსოვროთ ყველამ, რომ ადამიანია გერმანიაში
გერმანიაშიც და საქართველოშიც. ადამიანის უფლებები გერმანიაშიც არის დაცული და საქართველოშიც უნდა იყოს დაცული. და ეხლა გარედან დაფინანსებული ადამიანები, პირდაპირ დავალება მიღებულები, თუ სხვა ადამიანებს შეურაცხყოფას მიაყენებენ, ეს რეალურად მათი პასუხისმგებლობასთან ერთად ამავდროულად ამ დამფინანსებლების ეგრეთ წოდებული დონორების პასუხისმგებლობაც არის. მათ შორის, რომელსაც ამ ადამიანებს საერთოდ არ უნდათ ამ პასუხისმგებლობის აღებას და ხშირად წამქეზებლები უფრო არიან და ერთი სიტყვა ვერ ვათქმევინეთ. ერთი სიტყვა ვერ ვათქმევინეთ, ვერც ერთ დონორს, ვერც ერთ საელჩოს წარმომადგენელს, ვერც ერთ ეგრეთ წოდებული ადამიანის უფლებების დაცვა რომ უწერიათ თავიანთ დიდი ასოებით, თავიანთ წესდებებში ამ ორგანიზაციებს, მაგრამ არ ადაგიდებენ არც ბავშვის, არც ქალის, არც მამაკაცის ადამიანის უფლებებს ზოგადად, მაგრამ სხვა ადამიანების შეურაცხყოფებით კი არიან კარგად გამორჩეულები. ევროპის ამყვან ქვეყნებში სოციალურ მედიაში ცილის წამება, კიბერბულინგი და შეურაცხყოფა სისხლის სამართლის სამოქალაქო ან ადმინისტრაციული პასუხისმგებლობას ითვალისწინებს. მაგალითად, გერმანიაში სიძულვილის წაქეზება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით იჯება და 5 წლამდე პატიმრობას გულისხმობს. შეურაცხყოფა კი 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ან ჯარიმით იჯება. მსოფლიოში ყველაზე სულელი საგარეო საქმეთა მინისტრი ფრაგონიელი მამაკაც გერმანიის სასამართლომ ანალენა ბერბოკის მისამართით სოციალურ ქსელში დაწერილი ამ სტატუსისთვის 9600 ევროს გადახდა დააკისრა. სიძულვილის ენა, ძალადობის ან დისკრიმინაციის წაქეზება დანაშაულია საფრანგეთშიც და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ან ჯარიმით. საჭირო ვრცელდება როგორც საჯარო, ისე არასაჯარო წაქეზებაზე. ცილის წამებაზე ჯარიმა 12000, შეურაცხყოფაზე კი 7500-მდეა. კიბერბულინგზე გათვალისწინებულია 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ან ჯარიმა 30000 ევრომდე. დიდი ბრიტანეთში სტატისტიკამ აჩვენა, რომ მხოლოდ 2023 წლის სოციალურ მედიასა და სხვა პლატფორმებზე შეურაცხყოფელი პოსტების გამო 12183 ადამიანი დააკავეს. მუქარა ქართული ხალხის მისამართით ასე აფასებს მმართველი გუნდი დონალდ ტუსკის განცხადებას, რომელიც უკანონო მიგრაციის რისკებზე და რამდენიმე ქვეყნისთვის, მათ შორის საქართველოსთვის უვიზო მიმოწვის შეჩერებაზე საუბრობს. საჭიროა უმრავლესობა, რათა შევზღუდოთ ან შევაჩეროთ უვიზო მიმოსვლა, მათ შორის საქართველოსთანაც. დიახ, ეს ჩემი განზრახვაა, განცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა. უმრავლესობაში შტანტაჟზე საუბრობენ და ამბობენ, რომ მიზანი საქართველოში დესტაბილიზაციის შექმნა. შეფასებები კეთდება ოპოზიციაშიც. ლიკა ალელიშვილი მუშაობს ამ თემაზე, ის პირდაპირ ეთერშია. ლიკა, როგორია მხარეების პოზიციები? არასწორი და არასამართლიანი არის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისთვის დონალდ ტუსკის მიერ გაკეთებული განცხადება. მაკა ბოჭორიშვილი ამბობს, რომ ოპოზიცია, ქართული ოპოზიცია უკვე დიდი ხანია სპეკულირებს და იბრძვის იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლა შეუჩერდეთ, თუმცა როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, ამ საკითხს ბრიუსელში ბევრი მხარდამჭერი არ ხავს. ერთგვარად შეურაცხყოფელიც არის ქართული ხალხისთვის და საზოგადოებისთვის მსგავსი შეფასებები, რაც მოვისმინეთ ჩვენ პოლონეთის მხრიდან. ძალიან არასწორი და არასამართლიანია ასეთი შეფასება და უვიზო მიმოსვლასთან მსგავსი საკითხების დაკავშირება. საქართველოს ყველაფერი აქვს გაკეთებული იმისთვის, რომ ჩვენ საზოგადოებას საქართველოს მოქალაქეებს ჰქონდეთ ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა. ეს ერთგვარად კოორდინირებული მოქმედებებს უფრო გავს პოლონეთის მხრიდან ასეთი განცხადებები, ოპოზიციის ვიზიტი ბრიუსელში და მცდელობები, რომ უვიზო მიმოსვლა იყოს გამოყენებული ინსტრუმენტად საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ. ამაზე მუშაობს დიდი ხანია ოპოზიცია, თავის დროზე ეს არ გამოვიდათ. ჩვენ ვიცით, რომ არ ყავს ამ საკითხს ბევრი მხარდაჭერი ბრიუსელში, თუმცა იმასაც ვხედავთ, რომ კვლავ გრძელდება მუშაობა იმისთვის, რომ სწორედ ეს საკითხი გამოიყენონ საქართველოს ქართული ხალხის ინტერესების წინააღმდეგ. ქართულ ოპოზიციურ სპექტრში დიდ ნაწილს არ გაკურებია პოლონეთის პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებული მსგავსი შინაარსის განცხადება. ოპოზიციის ნაწილი სრულ პასუხისმგებლობას საქართველოს ხელისუფლებას აკისრებს. უვიზო რეჟიმის ფლობა არის პრივილეგია, ეს არის ფუფუნება, ეს არ აქვს ყველას, აქვს ზოგს და აქვს ზოგს რაღაც დამსახურებების გამო. თუ ამ დამსახურებებს არ შეენარჩუნებ, თუ სწორ კურსს არ გაატარებ, ევროპა გეუბნება, ეს ფუფუნება აღარ გექნება. აქედან გამომდინარე, მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება ქართულ ოცნებას. პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა ოფიციალურად გახსნა უცხოეთიდან ოპოზიციის წინასაარჩევნო კამპანია.
როგორც ჩანს, არ შეიძლება მას გადაწყვეტილი აქვს, რომ კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის წინასაარჩევნო შტაბის უფროსი იყოს ოღონდ გარედან. ეს ჩემი პოლიტიკური შეფასება შეიძლება ასეთი გავაკეთოთ, რაც შეეხება რეალურ სიტუაციას. აქაც ძალიან მარტივია, მას როგორც ჩანს, არ ამგონია ნაციონალისტური სენტიმენტებით თამაში მისთვის იყოს სასარგებლო, მით უმეტეს ახლა, როდესაც ჩვენ ხედავთ, რომ ლეგიტიმაციისგან საკმაოდ ლეგიტიმაციას დიდი პრობლემები აქვს ამ საკითხს. სამწუხაროდ ვაფიქსირებთ ტენდენციას, როდესაც ვიზა ლიბერაციის საკითხი ხდება პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის საგან. ჩვენი პასუხისგებლობა ამ მხრივ რაც არის, რომ მაქსიმალურად უსაფრთხოება წევრი სახელმწიფოების იყოს დაცული და ამ ვიზა ლიბერაციის ფარგლებში ჩვენი მოქალაქეების გადაადგილებამ საფრთხე არ შეუქმნას იქაურ ადგილზე ეროვნულ უსაფრთხოებას საზოგადოებრივ პროცესებს, ამ მხრივ ჩვენ დიდი პასუხისგებლობა ვეკიდებით თითოეულ საკითხს. ევროპულ გაერთიანებაში იმიტომ არის საინტერესო გაწევრიანება და იმიტომ ვიბრძვით და იმიტომ ვაკეთებთ ყველაფერს ევროინტეგრაციის გზაზე, რომ აღნიშნული გაერთიანება დაფუძნებულია მშვიდობაზე, დაფუძნებულია იმაზე, რომ დაცული იყოს ადამიანის უფლებები, სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის და ის, რასაც ვისმენთ განცხადებების სახით, რომელიც ტყუილზე, სიცრუეზე არის დაფუძნებული, რა თქმა უნდა, კატეგორიულად მიუღებელია. კატეგორიულად მიუღებელია იმ ორმაგი სტანდარტის ტიპის განცხადებები, რასაც საზოგადოება ისმენს. პოლონეთის პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებული განცხადება მმართველი გუნდისთვის ქართველი ხალხის მუქარად არის აღქმული და შეფასებული. პარალელურად ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ მუქარებისა და შანტაჟის მიუხედავად საქართველოს ხელისუფლება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს არ დათმობს. მადლობა კურიერის პირდაპირ ეთერში ლიკა ალელიშვილი იყო. ტუსკის განცხადებას შანტაჟს უწოდებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ყობახიძე ამბობს, რომ ასეთი მუქარები არ მოქმედებს ქართულ საზოგადოებაზე, რომელსაც საკუთარი არჩევანი უკვე გაკეთებული აქვს. ტუსკის განცხადება საქართველოში ხელისუფლების შეცვლის სურვილს უკავშირებს პარლამენტის თავმჯდომარე. რა თქმა უნდა, ეს ძალიან სამწუხარო და დასანანია გუშინ ჩვენ პოლონეთის პარლამენტში მოვისმენთ რეალურად მუქარა ქართული ხალხის მიმართ. რაც ბუნებრივია, არა ისახება ევროპული ბიუროკრატიის იმიჯზე დადებითად საქართველოში. მე იმედი მაქვს, რომ მომავალში დამოკიდებულება შეიძლება, არ შეიძლება ასე მუქრებოდნენ ქართულ ხალხს იმის გამო, რომ ვიღაცებს არ მოწონთ ქართული ხალხის არჩევანი. ქართულმა ხალხმა გააკეთა თავისი არჩევანი, შარშან მან ხარი დაუჭირა ქვეყნის განვითარებას, მშვიდობას ქვეყანაში, საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას, ვინმეს მოწონს თუ არ მოწონს ეს არჩევანი, ყველა მას პატივი სცეს და აბსოლუტურად უადგილოა მუქარები ქართული ხალხის მიმართ. ეს არის შანტაჟი, რომელიც არის გათვლილი იმაზე, რომ რაღაც შეიძლება პროცესები სხვა მიმართულებით განვითარდეს ქვეყანაში, თუმცა რეალურად ყველა ხედავს, რომ ასეთი შანტაჟი, რომელიც უკვე მრავალი წელია გრძელდება, არ მოქმედებს ქართულ ხალხზე. აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ ზოგადად შანტაჟი შანტაჟად დარჩება, თუმცა ასეც და ისეც ეს მუქარები არის ძალიან დასანანი და სამწუხარო. არის ცდილობა პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოიყენონ სხვა ხალხი. ჩვენ ვიცით, გუშინ პრემიერ ტუსკს პოლონეთის პარლამენტში ჰქონდა ნდობის გამოცხადებასთან დაკავშირებით კენჭისყრა და იმისთვის, რომ რამდენიმე ხმის მეტი გარანტია ჰქონოდა, მოხდა ქართველი ხალხის და ქართული თემის საკითხის გამოყენება პოლიტიკური მიზნით და კონსერვატორული ხაზზე დაждომის მცდელობა. ეს აჩვენებს კიდევ ერთხელ როგორ იოლად წირავენ ქართულ ხალხს ხოლმე საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისთვის. პოლონეთის მოქმედი მთავრობა, მოქმედი პრემიერი, მოქმედი საგარეო საქმეთა მინისტრი გახლავან მიხეილ სააკაშვილის ლობისტები, შეგახსენებთ ევროპის სახალხო პარტიის ყრილობებს, სადაც დონალდ ტუსკი თავად როგორც სახალხო პარტიის ხელმძღვანელმა წაგვიკითხა მიხეილ სააკაშვილის წერილი ციხიდან, კრიმინალის, წამების სისტემის შექმნილი ადამიანის წერილი წაგვიკითხა და ცალკე გახსოვთ მისთვის გამოყოფილი ცარიელი სკამი, რომელიც დონალდ ტუსკმა გამოყო მისთვის და გვახსოვს საგარეო საქმეთა მინისტრის სიკორსკის განცხადებები, როდესაც ის დღესაც წამების რეკეტის სისტემის შექმნას სააკაშვილს უწოდებს მოდერნიზატორს და სამაგალითო დემოკრატს.
დღეს პრემიერმა ისაუბრა ცვლილებებზე, რომლებიც სისხლის სამართლის კოდექსში შედის. ირაკლი ყობახიძე ამბობს, რომ მნიშვნელოვანია დაზარალებულის ინტერესების დაცვა და ამისთვის კანონმდებლობის გამკაცრება. მისივე თქმით, ცვლილებები ეხება მძიმე კატეგორიის დანაშაულებს. ხშირად ხდება ხოლმე ესე, რომ ასეთი ადამიანები, დამნაშავეები სერიოზულ ზიანს აყენებენ, ზარალს აყენებენ სხვა პირებს, მერე მოიხდიან ხოლმე საშუალებას, გამოდიან და შემდეგ სარგებლობენ მითვისებული ქონებით. ხო, იმისათვის, რომ ასეთი გეგმა არავის კონდეს და ასეთი ინტერესი არავის გაუჩნდეს, მნიშვნელოვანია გამგაცრდეს კანონმდებლობა, რაც თავარია დაზარალებულის ინტერესები უნდა იყოს მაქსიმალურად დაცული და სწორედ ამას ემსახურება ის ცვლილებები, რომელიც შედის სამართლის კოდექსში. 78 ხმით პარლამენტმა პროკურატურის შესახებ კანონში ცვლილებები დაამტკიცა. შეიცვალა გენერალური პროკურორობის კანდიდატის წარდგენის და მისი თანამდებობაზე განწესების რეგულაცია. კანდიდატების შესარჩევად სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან, აკადემიური წრეების და სამართლის დარგის სპეციალისტებთან კონსულტაციები საჭირო აღარ იქნება. მას საპროკურორო საბჭოს წევრები თავად შეარჩევენ, დაასახელებენ და დასამტკიცებლად პარლამენტს წარუდგენენ. კანდიდატის დასახელების უფლება საპროკურორო საბჭოს თითოეულ წევრს ექნება, ხოლო საბჭოში კანდიდატის წარდგენასთან დაკავშირებული პროცესი 1 კვირის ვადაში დასრულდება. მეხანძრე მაშველებს პროფესიულ დღეს ულოცავს პრემიერ-მინისტრი. თქვენ ჩვენ საზოგადოებრივ ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე საპატიო და ამასთან ურთულესი მისია გაგესრიათ, რომელიც პროფესიონალისთან ერთად უდიდეს თავდადებას მოითხოვს. თითოეული ჩვენგანი დიდად აფასებს გმირობის ტოლფას თქვენ ყოველდღიურ შრომას მოქალაქეთა სიცოცხლის და უსაფრთხოების დასაცავად. მადლობას გიხდით ქვეყნისა და საზოგადოებისადმი ერთგული სამსახურისთვის. გისურვებთ ჯანმრთელობას, სიმტკიცეს და მშვიდობიან სამსახურს აცხადებს ირაკლი ყობახიძე. მაშველებს ულოცავს პრეზიდენტიც. სამაგალითოა ამ ადამიანების თავდაუზოგავი შრომა, პროფესიონალიზმი და გამბედაობა. მადლობას ვუხდით თითოეულ მეხანძრე მაშველს სამშობლოს ერთგულად მსახურებისთვის. ისინი ჩვენი დროის გმირები არიან. გმირები, რომლებიც მზად არიან სხვათა გადასარჩენად საკუთარი სიცოცხლე დაუფიქრებლად გაიღოთ. ქეთს ვიხრი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული თითოეული მათგანის ხსოვნის წინაშე ნათქვამია პრეზიდენტის მილოცვაში. გაცოლდა შინაგან საქმეთა მინისტრის მილოცვაც. ეს დღე კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს თქვენი პროფესიის მნიშვნელობას სამსახურს, რომელიც გმირობას, სიმამაცეს და თავგანწირვას გულისხმობს. მეხანძრე მაშველებო, თქვენი ყოველდღიური მუხტჩაუხრელი შრომა, მაღალი პროფესიონალიზმი და მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვა, განსაკუთრებული დაფასების ღირსია. შინაგან საქმეთა სამინისტრო ყოველთვის თქვენი მხარდამჭერია და მომავალშიც იზრუნებს, რომ თქვენი ღვაწლი სათანადოდ დაფასდეს, ნათქვამია ტექსტში. თბილისის საქალაქო სასამართლოში ზვია ცეცხლაძისა და კიდევ 7 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. მინერალოს ბრალდების მხარის მოწმეების გამოკითხვა. პროკურატურა ბრალდებულების კვლავ პატიმრობაში დატოვებას ითხოვს, დაცვის მხარე კი გირაოს და დამატებით შემზღუდავი ღონისძიებების შუამდგომლობას აყენებს. საპროტესტო აქციების დროს დაკავებულებიდან 3-ს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას 5-ს კი მონაწილეობას ედავებიან. როდესაც ადამიანი მოდის გარკვეული ინფორმაცია, ეს პირობითად თუ რა ხდებოდა ამ საგზაო ნიშნების დემონტაჟი და იქ რაღაც ბარიკადებად გამოყენება. რა სახით იყო დაზიანებული, რო გვითხრათ? თავის ბეტონიანა იყო შემთხვევაში მოთხილი ეს ნიშნები. პირადმა კონტაქტმა მომაწოდა ოპერატიული ინფორმაცია ზვია ცეცხლაძე და პატაკში მითითებული სხვა პირები ორგანიზებას აწყობენ აგრესიული მომიტინგეების უკანონო ქმედებებს. აგრეთვე მომაწოდა ინფორმაცია მაგასთან დაკავშირებით, რომ პირადად ან სახლში უნდა ინახავდნენ კანონსაწინააღმდეგო ნივთები ან ნივთიერებები. ამასთან დაკავშირებით მივაწოდე ინფორმაცია, ავსახე ეს ყველაფერი პატაკში და მივაწოდე ინფორმაცია ჩემს ხელმძღვანელობას. თქვენ ახსენეთ, რომ გონიურული ეჭვით ვარსაობს, შეიძლება გადამოწმების ან რაღაც დამატებითი ინფორმაციის მოპოვების გარეშე ნებისმიერი ადამიანი გაიჭრიკოს. ნებისმიერი ინფორმაცია ოპერატიული, რომელიც ჩვენთან შემოდის, ნებისმიერი. ჩვენ ვალდებულები ვართ მოვახდინოთ რეაგირება. ახლა რო უცებ გახვიდეთ და ინფორმაცია მოგივიდეთ, რომ აი რომელიღაცა ქუჩაზე ადამიანს რაღაც უკანონო ნივთიერება გადააქვს სიტყვაზე. კი ბატონო. ვალდებული ხართ ამ ცნობის დეტალების გარეშე ვალდებული იქნებით, რომ რეაგირება მოვახდინო მაგაზე. სანამ რეაგირებას მოახდენთ, ხო უნდა მოხდეს ამის გადამოწმება? გადამოწმების პერიოდში რაღაცა დანაშაული რომ მოხდეს. მაგ ინფორმაციით მე პასუხი უნდა ვაგო მე, იმიტომ რომ რეაგირება არ მოვახდინე თავის დროზე. და
როცა მეორე მხარეს ზიანდება, ანუ მე იტყოდით, აი ინფორმაცია ქონდა და რატო რეაგირება არ მოახდინეთ, კაცი დაშავდა. ხომ მეტყვით მაგას მე? ჭორებს რომ მოგიყვებიან, უნდა მიიტანოთ ის თქვენთვის ჭორია. თქვენთვის სამუშაო ინფორმაციაა. უყურებთ კურიერს 3 საათზე, რეკლამის შემდეგ პირდაპირ ეთერში ვრუნდებით. ისრაელი ირანში სამხედრო ოპერაციის დასაწყებად მზადაა. მედია წერს, რომ ამერიკის ვარაუდით თუ სამხედრო მოქმედებები დაიწყება, ირანმა შესაძლოა პასუხად მეზობელ ერაყში მდებარე ამერიკულ ობიექტებს დაარტყას. შტატები ერაყში საელჩოდან პერსონალის ევაკუაციას ახორციელებს, რაც ტრამპმაც დაადასტურა და თქვა, რომ არ შეიძლება ირანს ბირთვული იარაღი ჰქონდეს. გაყვანა მიმდინარეობს, რადგან ეს ადგილი შესაძლოა საშიშ ზონად იქცეს. გასვლის შესახებ გაფრთხილება გავეცით. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. ირანს არ უნდა ჰქონდეს ბირთვული იარაღი, ამას არ დავუშვებთ. 130-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა ავიაკატასტროფას ინდოეთში, Air India's ბოინგი ინდოეთში, გუჯარათის შტატში აჰმადაბადის აეროპორტთან ჩამოვარდა. თვითმფრინავი ლონდონში მიფრინავდა. ავიაკატასტროფის ადგილას სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. ბორტზე 242 მგზავრი და ეკიპაჟის 12 წევრი იმყოფებოდა. სულ მალე საქართველოში 18-დან 30 წლამდე ახალგაზრდებისთვის ხელმისაწვდომი გახდება ევროპული ახალგაზრდული ბარათი. ეგრეთ წოდებული შესაძლებლობების ქარდი ევროპის მასშტაბით აქტიურად გამოიყენება და აერთიანებს 9 მილიონამდე ახალგაზრდას. თემაზე დედაქალაქის მერმა დღეს მთავრობის ხდომაზე ისაუბრა. ბარათი მფლობელებს თავაზობს 25,000-ზე მეტ ფასდაკლებას ევროპის 40 ქვეყანაში. ბარათი მის მფლობელებს სთავაზობს 25,000-ზე მეტ ფასდაკლებას ევროპის 40 ქვეყანაში. თბილისის მერია საქართველოში ევროპული ახალგაზრდული ბარათის ექსკლუზიური ლიცენზიორია. იმისთვის, რომ პროგრამა არა მხოლოდ თბილისის, არამედ ქვეყნის მასშტაბით მარტივად ხელმისაწვდომი გავხადოთ ახალგაზრდებისთვის, თბილისის მერიასა და საქართველოს ბანკს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი. ევროპული ახალგაზრდული ბარათი გახდება საქართველოში პირველი ფასდაკლების შესაძლებლობის ქარდი, რომელიც არა მხოლოდ სტუდენტებს, არამედ ნებისმიერ 30 წლამდე ახალგაზრდას მიცემს ხელშესახებ ბენეფიტს მათი ცხოვრების წესის გამრავალფეროვნების და საინტერესო გამოცდილების მიღებისთვის. ევროპის მასშტაბით ათასობით ფასდაკლება უკვე ელოდება ქართველ ახალგაზრდებს. ბარათების ფართო მასშტაბით გაცემა 2025 წლის შემოდგომიდან დაიწყება. დიდუბის რაიონში რესტორან გაგრის მიმდებარედ ნაპირსამაგრი და საგზაო სამუშაოების ძირითადი ეტაპი დასრულებულია. კალაპოტში დროებით შეიტანეს ლოდები და ბეტონის ბლოკები, მოეწყო ხიმიჯები, აღდგა გზის დაზიანებული სავალი ნაწილი და დაიგო ასფალტის საფარი. სამუშაოების დასრულება შესაძლებელი იქნება მტკვარში წყლის დონის დაწევის შემდეგ, სავარაუდოდ ივლისის ბოლოსთვის. ამჟამად გზის სავალ ნაწილზე გადაადგილება აღდგენილია, პროექტის საერთო ღირებულება კი 5 მილიონია. მოეწყო ხიმინჯოვანი კედელი, თუმცა პროექტი ბოლომდე დასრულებული არ არის. წყლის დონიდან გამომდინარე, ალბათ ივლისის ბოლოს, აგვისტოს დასაწყისში მთლიანად სამუშაოები იქნება დასრულებული, უკვე ყველანაირად მოწესრიგებული იქნება. კვარში ეს ლოდები რაც არის დროებით ჩადებული, რა თქმა უნდა, ყველაფერი ამოღებული იქნება, გასუთავებული იქნება და მთლიანად ეს დამჭერი კედელი მიიღებს პირვანდელ სახეს. უკვე დასრულებულია სამუშაოების პირველი ეტაპი და ძირითადი ეტაპი, ესე იგი მოეწყო ხიმინჯოვანი რკინა-ბეტონის კედელი, აღდგა სავალი ნაწილი, ასფალტის საფარი დაიგო და ასევე ტროტუარზე ფეხით გადაადგილება შესაძლებელია უკვე დღეიდან შეუფერხებლად, რაც მთავარია, ეს ადგილი უკვე არის უსაფრთხო. საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ივლისის ტესტ მატჩებისთვის მზადება დაიწყო. 5 ივლისს ბორჯალოსნები თბილისში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ირლანდიის ნაკრებს დაუპირისპირდებიან. ირლანდიის ნაკრები ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში. ძალიან რთული გამოცდა გველდება და ვფიქრობ, რომ მზად ვიქნებით, ვეცდებით მოსამზადებელი დრო გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ჩვენი თავის საუკეთესო ვარიანტები წარმოვაჩინოთ 5 ივლისს მოედანზე, როგორც გუნდურად, ასევე ინდივიდუალურად. ამ თამაშზე ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება გულშემატკივარს, რადგან ჩემთვის და ყველასთვის, ნებისმიერ გუნდის წევრისთვის, ყველაზე რთულ მომენტში ძალიან დიდ ზავას და ენერგიას გმატებს.
ის სხვა სიახლეებს გაიცანთ ჩვენ ვებგვერდზე რუსთავი 2.G კურიერი კი გემშვიდობებად 6-მდე. დროებით.